როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. ძალიან მომენატრეთ, ალბათ მიხვდებოდით, რომ ვარ ჩემ ზიურ სამტრედიაში, ძალიან გახარებული ვარ. ყველას გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას, სასიამოვნო არ დადეგებს. დღეს მოდით გავშალოთ. რა თქმა უნდა ფიქრებზე, რას ფიქრობს დღევანდელ ენერგიებში, თუ კი რაიმე ხმები შემოგესმებათ, მომიტევეთ, იმიტომ რომ ამას მე უკვე ვეღარ გავაკონტროლებ, რაც შეეხება ხვალ მე მგონი ხვალ არის 25, მოკლედ, როცა ჩამოვდივარ, არც დღე ვიცი, არც რიცხვი ვიცი და ეს არის არაჩვეულებრივი. 25-ში არის ახალმთვარეობა, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი არის. ღია საერთოდ ენერგოველი, ძალიან კარგია ტარო კონსულტაციები. წინასწარ ვერ შეკვირდებით, შეიძლება ვერ დავდო ზოგადი გაშლები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩაწერები მაქვს, მაგრამ ვეცდები. შეგიძლიათ გადაახარისხოთ თქვენი ცხოვრებაც. რაიმე დაასრულოთ ან დაიწყოთ, მოკლედ ძალიან მაგარია და მე პირადად ახალმთვარეობას, სავსე მთვარეობას მეტად მიყვარს, იმიტომ რომ ამ დროს სულ ვიფიქრებ სურვილებს და რაც კი ჩაფიქრებული მქონდა, ყველაფერი ამიხდა. ასევე გისურვებთ თქვენ საუკეთესო სურვილების ასრულებას და დავიწყოთ ახლა ჩვენ. რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით? მინიშნება უკვე მზად არის, რაღაც აქვს ჩაფიქრებული ამ პიროვნებას თქვენს მიმართ, ნახოთ რაღაცა შემოთავაზება, შეიძლება ეს იყოს შერიგება, ხელისთხოვნა, რაიმე საჩუქარი, ან თუ კონტაქტუა და პასიურია, რაღაცა მოიფიქროს და გამოვიდეს თქვენსკენ კონტაქტზე, ვნახოთ რას ფიქრობს, ფიქრები. ზომიერი ფიქრები აქვს, ზუსტად ის არკანი ამოვიდა, რომელმაც მიგვანიშნა, რომ სადაც დაბლოკილია სიტუაცია, დაბლოკაში არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, კონკრეტულად ბლოგებს, მაგრამ ესეც იგულისხმება, თუ მაინდა-მაინც რეზონირდება. სადაც ზომიერება, სადაც თითქოს და გონია, რომ არ არის განვითარება და პერსპექტივა, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაცა განავითაროს, იმიტომ რომ აშკარად პრობლემაა ამ ურთიერთობაში, გაჭედილია ურთიერთობა და რეალურად მას სურს, რომ რაღაცა ბიძგი შემოიტანოს. ისე არ გამოვრიცხავ იმას, ასე თქვენგანაც ელოდებოდეს აი ამ მინიშნებას, კი ელოდება ფორტუნა, იმიტომ რომ ეს უნდა მოხდეს თითქოს ისეთ დროს, რომ აი რაღაცა არაპროგნოზირებადი სიტუაციები რო არის. აი მაგალითად მე ვფიქრობ და ვთქვი, რომ მე შენთან არაფერი არ მაინტერესებს, მაგრამ უცებ ისე გამინათდა და უცებ ისე ვიფიქრე, რომ აი ამ ჩემ თავშეკავებას და რაღაცა კატეგორიულობას აღარ ვაძლევ, ძალიან დიდ დატვირთვას და რაღაცა პრინციპები გვერდზე მაქვს გადადებული და როცა გულს უსმენ, თითქოს აი ეს მომენტი ხდება და შენ თითქოს და ყველაფერს აპირისპიროდ აკეთებ და ზუსტად ამას ელოდება, რომ იქნებ და მოხდეს ისეთი რაღაცა. შენი მხრიდანაც და მისი მხრიდანაც, რა თქმა უნდა, ეფიქრება. მნიშვნელოვანი პიროვნება ხარ, რა თქმა უნდა, მის ცხოვრებაში და ძალიან ბევრს ფიქრობს, საერთოდ როგორ წამოვიდეს შენსკენ, მაგრამ ძალიან ენერგიულება ეს არ არის მარტივი ნამდვილად. ნერვიულობს განცდებშია. აქ იცი როგორი შეგრძნება, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი იცნობ ამ ადამიანს, რა ურთიერთობა ქონდა საერთოდ, მაგრამ თითქოს თავიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი, თავიდან უნდა გითხრას რაღაცები და აი ბავშვებმა რო იციან, ჯერ შეეჩვევა სიტყვა, რო შეეჩვევა ბავშვებს და მე რო უკვე მიდის აქტიურობა და ერთმანეთს აშორდებიან, რაღაცა ეს სიტუაცია გამახსენდა ყველაზე მეტად. ნახოთ გრძნობა აქვე, რას გრძნობს ტუზი პენტაკლი. არა, ჩვეულებრივია ტუზი პენტაკლი, ისი რა არის, შენ ძალიან ეფიქრები, როგორც მნიშვნელოვანი ადამიანი, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ ახლა მომდის ისეთი გრძნობა, რომ ადამიანი აფრქვევდეს აი ამ ფანტანი ემოციებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უყვარხარ და გრძნობა არ აქვს, უბრალოდ დღევანდელი ენერგიებიდან გამომდინარე მე ამას ვკითხულობ, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს იმაზე, რომ როგორი ტუზი პენტაკლი ხარ მისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია შენთან ურთიერთობა, შენთან ნაცნობობა, მისთვის ყველაფერი ძალიან გადამწყვეტ როლს თამაშობს, არ უნდა რომ იჩქაროს, არ უნდა ეს გრძნობა დააკნინოს, რადგანაც ეს არის ძალიან სერიოზული 10-იანი თასი მაინც აქვს. იცი როგორ მომენტია, შენთან ან შეიძლება ყველაფერი 10-იანი თასი ან ყველაფერი ან არაფერი, სხვანაირად არ გამოდის, ზუსტად ამ ენერგიებშია. ზუსტად ამ ენერგიებშია და ამას ფიქრობ, შეიძლება ზუსტად შენ განიცის, რომ აი ჩემთან თუ იქნები სერიოზულად ან არასერიოზული არ გამოდის. ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა როგორი იცი ემოციურ შიმშილს ვგრძნობ ორივე მხრიდან, არის კრიზისი, არ არის სურვილი იმისი, რომ გადაილახოს ეს შიმშილის გრძნობა, მოდი შიმშილის გრძნობა, კი ბატონო, ემოციური შიმშილის გრძნობა, რომელიც აქ არის.
გიყურებს, ბევრს ფიქრობს, ყოველთვის ფიქრობს. მაგრამ გრძნობაში მე მაინც ვიტყოდი, რომ არ გამოწყდება ისე როგორც საჭირო. აი რა, როგორ რაღაცა იცი, გაგრძნობინებს, ყველაფერს იგრძნობ, მაგრამ ყოველთვის გაკლია ის, რომ თქვი პირდაპირ, ანუ პირდაპირი ახსნითი მნიშვნელობით არ გეუბნება, მაგალითად, რომ მიყვარხარ, მინდა რაღა და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი გაგდებს, როგორ იცი, ან კი არ გაგდებს, უბრალოდ ჩაგაგდებს, რომ ისევ შენ იხევ უკანათგანაც შენთვის კითხვის ნიშანი მისგან არის ცოტა რთულად მისაღები, ხო? შენი აზრით ეს ადამიანი არის ძალიან კატეგორიულიც ბევრისთვის შეიძლება ცივი იყოს და უთქმელი, როცა მას არ სურს გეგონება და თბილი სიტყვები საერთოდ არ იცის ამ ადამიანმა და შენ თუ გამოიცნო. ნახოთ, რა მოქმედება ექნება, რა და როგორ ექნება, ისე ყველაზე მთავარი არის ემოცია, როცა შენ იცი, რა ემოციური მდგომარეობა აქვს ამ ადამიანს, მერე უკვე აკონტროლებ ასე თუ ისე სიტუაციას. ნახოთ, როგორი მოქმედება ექნება შენთან დაკავშირებით. აი, ზუსტად ის არკანი ამოვიდა და მინიშნებაში რაც იყო. მოქმედებაზე დაფიქრდება აუცილებლად. ის რაც გეგონება, რომ არ განმეორდება, ან დასრულებულია და всё ამას არაფერი არ ეშველება, იცი რა, ძალიან არაპროგნოზირებადია ცხოვრებაც და ადამიანის მინდა ვთქვა და ეს დაფიქრდება ამაზე, რაღაც შემოთავაზებაზე წამოვა, ბევრს იფიქრებს, ბევრი გადაახტება თავის ხასიათს, იმიტომ რომ იმპერატორის პოსაა და ეს არ არის მარტივი მისთვის, მაგრამ ელოდეთ მისგან აბიჯებს, ელოდეთ მისგან მინიშნებებს და იმასაც უნდა ელოდოთ, რომ ასე თავის ხასიათს და სიამაყეს არ გადაახტება ეს ადამიანი, მაგრამ თქვენ უკეთესად იცით რა დროს ასაკეთებს პიროვნება, აი რო იციან რა, მე ვიცი ამ დროს ასაკეთებს და რას ფიქრობს და რას გრძნობს და ზუსტად ამ მინიშნებით წამოვა. ეს ბიძგები, ეს ნაბიჯები, ეს მინიშნებები არ იქნება უბრალო манипуляციური. ამის უკან იცოდეთ გოგონებო, რომ დგას ზუსტად ის ემოციური შიმშილი და ის კრიზისი, რომელიც აუღნიშნე და გრძნობა, რომელიც იმალება ამის უკან, უბრალოდ არ უნდა რომ გაიშიფროს, რომ მე შენს მიმართ მაქვს გრძნობა. კი არ უნდა ვთქვა, რომ უტყდება, არა. აი რაღაცნაირია. მომერგე გამიცანი, მე ესეთი ვარ. თითქოს სადღაც თავის დაფასებაც არის, ამავე დროს თავსაც არ იფასებს. იცი რა, როგორ საქმიანი ვარ, თითქოს არ ცალია ამ რაღაცებისთვის, დაკავებულია ზედმეტად და ამით უფრო ხსნის ამ ყველაფერს არ იმჩნევს. ისეთ საკმაოდ თავისებური ადამიანია და აწუხებს თავისი ფიქრები თავის გონკებშია. მაგრამ თქვენ თუ ეხლა არის კონტაქტები დიდად ერთმანეთს დავიწყებული არ ყავხარ და ერთი სიტყვით ძალიან დიდ სიახლეებს არ გთავაზობს, მაგრამ მისი ყოველი ნაბიჯი იმით არის გამართლებული, რომ ამის უკან დგას ემოცია, გრძნობა და შენ რომის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, გოგონებო. მე ყველას გელოდებით კომენტარებში. 25-ში ჩაეწერეთ წინასწარ, 25-ში კი გელოდებით პირად კონსულტაციებზე თუ მეიქნა, რა თქმა უნდა, ამდენი დრო, იმიტომ რომ გოგოები უკვე ჩაწერილები არიან. კოცნით და დროებით.